ღვინის ეროვნული სააგენტო შტატგარეშე დასაქმებულთა შემადგენლობა იზრდება. მთავრობის განკარგულების თანახმად უწყებაში შტატგარეშეთა ლიმიტი 237-ით განისაზღვრება. კერძოდ დამხმარე სამუშაოების შესასრულებლად 137 პირი, არამუდმივი სამუშაოების შესასრულებლად კი 120 პირი. მიმდინარე წლის იანვარში გამოცემული განკარგულების თანახმად უწყების საშტატო ნუსხა 50 ადამიანისგან შედგება. შესაბამისად, მასში დასაქმებულთა უმეტესობა შტატგარეშე თანამშრომელს წარმოადგენს. მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, რომ შტატგარეშეებიდან 115 პირის შრომის ანაზღაურება მევენახეობა მეღვინეობის განვითარების პროგრამის მართვისა და ადმინისტრირების ფარგლებში დაფინანსდება. 22 პირის მევენახეობის განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში. 120 ერთეულის შრომის ანაზღაურება კი რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში დაფინანსდება. 2025 წლისთვის ღვინის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 81 მილიონ ლარს შეადგენს. თანხის უდიდესი ნაწილი რთველის სუბსიდირების პროგრამაზე იხარჯება. უწყება რთველის პროცესის ორგანიზებულად ჩატარებაზეც არის პასუხისმგებელი. 2025 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოსავლის მართვის კომპანია 50 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალით 17 მილიონ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო პროფესიული მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადების მიღებას იწყებს. დოკუმენტაციის წარდგენა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლო დაწესებულებებს 11 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ. სამინისტროს ინფორმაციით სააგენტო 30-მდე კერძო და სახელმწიფო კოლეჯთან უკვე თანამშრომლობს. მოკლევადიანი პროფესიული სწავლება 1-დან 3 თვემდე გრძელდება და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა კომპიუტერული პროგრამები, ესთეტიკური, სილამაზი, საბუღალტრო, სარესტორნო, სასტუმრო, სამზარეულო და საინჟინრო მიმართულებები, შინმოვლი, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის და სააღმზრდელო პროცესის წარმართვის პროფესიები. ამასთან მიმდინარე წელს სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით 2000-მდე მოქალაქეს მოთხოვნადი პროფესიების 80-ზე მეტი მოკლევადიანი კურსი სრულად დაუფინანსა. მათი დიდი ნაწილი უკვე დასაქმებულია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული მიმართულება გახლავთ პროფესიული მოკლევადიანი მომზადება გადამზადების კურსების დაფინანსება. სააგენტო უკვე თანამშრომლობს 30-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო კოლეჯთან. 11 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით იქნება შესაძლებელი განაცხადების მიღება. დაინტერესებულმა პროფესიულმა სასწავლო დაწესებულებებმა დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელია დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიაწოდოს საჭირო დოკუმენტაცია, შესაბამისი წესით, რა თქმა უნდა, შევსებული. მომზადება-გადამზადების კურსები საშუალებას აძლევს ადამიანებს უმოკლეს დროში შეიძინონ კონკრეტული პროფესია და ამ გზით მარტივად დასაქმდნენ. ჩვენ გასულ წელს აღნიშნულ კურსების დაფინანსების შედეგად გადავამზადეთ 3703-მდე კურსდამთავრებული და აქვე მინდა აღნიშნო, რომ აღნიშნული კურსების სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. წელს 6 თვის განმავლობაში უკვე შემიძლია ვთქვა, რომ 2000-მდე მსმენელი გვყავდა სხვადასხვა კურსებზე და სააგენტო ცხადია აგრძელებს საშემოდგომო მიღებას. ეხლა გვაქვს გამოცხადებული საშემოდგომო კურსებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონალურ ჭრილში, რომ კოლეჯები იყოს აქტიურად წარმოდგენილი და რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შეეძლოთ კონკრეტული პროფესიის შეძენა და ადგილზე დასაქმება რეგიონში. სამგორის რაიონის გამგეობა 1.408.000 ლარის გამარტივებული შესყიდვის გამოცხადებას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოს გამგეობამ 5 აგვისტოს მიმართა. გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით გამგეობა ამ თანხით 12 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. გამგეობა შემდეგი სამუშაოების ჩატარებას აპირებს: პროფესიული განათლების ოთახების რეაბილიტაცია, ასფალტის საფარის მოწყობა რეაბილიტაცია, საჯარო სკოლაში გარე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია და ასე შემდეგ. გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ღონისძიებების საერთო სავარაუდო ღირებულება 1.408.903 ლარს შეადგენს და ის თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2025 წლის აგვისტოს საწვავის შესყიდვების კონტრაქტები მთავრობისთვის. დოკუმენტაციის თანახმად გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასის თვიურად 1.3%-ით გაძვირების მიუხედავად შესასყიდი ფასი უცვლელი დარჩა. კონტრაქტის თანახმად ფასი იცვლება მხოლოდ მაშინ, თუ კი თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე საწვავის პლაცის ფასი 3%-ზე მეტად იზრდება ან მცირდება. სხვა შემთხვევაში კონტრაქტის პირობები უცვლელად რჩება. კონსოლიდირებული
კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში მთავრობა რეგულარის მარკის საწვავს სოკარისგან ყიდულობს, პრემიუმს რომპეტროლისგან, ხოლო ევროდიზელსა და სუპერს კი ვისოლისგან. საწვავის კატეგორიების მიხედვით ფასები ასე ნაწილდება. რეგულარი ივლისის ფასი 2 ლარი და 36 თეთრი, პრემიუმი ივლისის ფასი 2 ლარი და 38 თეთრი, სუპერი ივლისის ფასი 2 ლარი და 67 თეთრი. კონტრაქტის მიხედვით ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში პლაც European Market-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციის და დამატებული ღირებულების გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ 2 იცვლება. ესაა პლაცის ფასი და ლარის კურსი. რაც შეეხება ფასებს საცალო ბაზარზე, აქ უკანასკნელ პერიოდში საწვავის გაძვირება შეინიშნება. რეგულარის ფასილიტრზე 2 ლარი და 95, 2 ლარი და 97 თეთრის ფარგლებშია. პრემიუმის ღირებულება 3 ლარი და 15, 3 ლარი და 17 თეთრის ფარგლებშია. ხოლო სუპერის ფასი კი 3 ლარი და 50, 3 ლარი და 57 თეთრის ფარგლებში მერყეობს. მთავრობა ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრებს ფულად ჯილდოს გადაცემს. ირაკლი ყობახიძის განკარგულებით 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში პირველი ადგილის დაკავებისთვის, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებზე ფულადი პრიზი 102,000 ლარი გაიცემა. ასევე ძიუდოში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში პირველი ადგილის დაკავებისთვის და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებზე ფულადი პრიზი 170,000 ლარის ოდენობით გაიცემა. ამას გარდა მთავრობა გამარჯვებულებს დამატებით 98,000 ლარს ევროპის ჩემპიონატის შემთხვევაში და 830,000 ლარს მსოფლიო ჩემპიონატის შემთხვევაში გადასცემს. სპორტსმენებისთვის ფულადი ჯილდო განკარგულების მიხედვით სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მთავრობამ საპატრიარქოს შოუში არსებული 2000 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით 99 წლით გადასცა. ამის შესახებ მთავრობის 4 აგვისტოს განკარგულებიდან ირკვევა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფო ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა გულისხმობს მიწის ნაკვეთის გადაცემას ვადიან სარგებლობაში. ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლებით. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საპატრიარქოს ონის მუნიციპალიტეტში კურორტ შოუში მდებარე 2000 კვადრატული მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცემა. 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 715,100 გასვლა საზღვარგარეთ, რაც წლიურად 2,9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქსტატის თანახმად გასვლების უდიდესი ნაწილი 45,1% 31-50 წლის მოგზაურების მიერ შედგა. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 564,300 შეადგინა, 0,4% მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 385,800 ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც წლიურად 7,1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მეორე კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი 34,9% განხორციელდა მეგობრების ნათესაობის მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა შედგა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად 201,300 და 106,300 ვიზიტი. ამასთან 2025 წლის მეორე კვარტალში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 582,800,000 ლარს გაუტოლდა, რაც 1,9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 2,3%-ით შემცირდა და 1022 ლარი შეადგინა. 2026 წლიდან საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აეროპორტებისთვის საჰაერო სივრცისა და აეროდრომების გამტარუნარიანობის პერიოდული შეფასება სავალდებულო ხდება. ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საჰაერო სივრცის და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. სააგენტოს ინფორმაციით ღონისძიების ჩატარება ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და მის მიზანს საჰაერო სივრცის და აეროპორტების გამტარუნარიანობის
გამტარუნარიანობის შეფასების ევროპული გამოცდილების შესწავლა წარმოადგენდა. სააგენტოს ცნობითვე, ევროპასთან არსებული ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წელს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების წესი მიიღო, რომელიც შესაბამისი ევროპული რეგულაციის მოთხოვნების მიხედვითაა შემუშავებული. აღნიშნული წესი მოქმედ საერთაშორისო აეროპორტებს 2026 წლიდან ავალდებულებს გამტარუნარიანობის პერიოდულ შეფასებას საჰაერო მოძრაობის ნაკადების მოთხოვნის გათვალისწინებით აეროდრომების არსებული დონის დადგენის მიზნით. 2025 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 4018 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 9.9%-ით მეტია. ამის შესახებ გალტენ ტაგარტის ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევაშია ნათქვამი. როგორც კვლევაში აღნიშნული საჯარო რეესტრის მონაცემებით, მეორედ ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, 23.4%-ით გაიზარდა, ხოლო პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 0.5%-ით შემცირდა. ამასთან გალტენ ტაგარტის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის შედეგებით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს 2025 წლის მეორე კვარტალში, გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 13.1%-ით გაიზარდა. ჯამურად 2025 წლის პირველ ნახევარში პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა 37.4%-ით გაიზარდა, რაც შეეხება გაყიდული ბინების რაოდენობას უბნების მიხედვით. ყველაზე მოთხოვნადი 2025 წელსაც ახალი ბულვარია, სადაც 6 თვეში 4.071 ბინა გაიყიდა. ბათუმში ქირის ფასი 2025 წლის ივნისში წლიურად 1.6%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 11.9 დოლარი შეადგინა. ამის შესახებ გალტენ ტაგარტის ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევაშია ნათქვამი. კვლევის თანახმად ბათუმში ქირის შემოსავლიანობა სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნდა, რაც შეეხება უძრავი ქონების გასაყიდ ფასებს. ივნისში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა 1427 დოლარს მიაღწია, რაც წინა კვარტლის ფასთან შედარებით 2.7%-ითაა გაზრდილი. ამასთან მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში, რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა, საშუალო ფასი 2025 წელს ივნისში კვარტლურად 0.7%-ით, ხოლო წლიურად 11.5%-ით გაიზარდა და 1307 დოლარი შეადგინა. ზაფხულში სტუმრების დაახლოებით 95% ქართველია. ამის შესახებ კურორტ გოდერძიზე მდებარე სასტუმროს ირე პალასი გოდერძიში აცხადებენ. სასტუმროს მენეჯერის თორნი კერაძის განცხადებით, ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საოჯახო დასვენება და ბავშვთა საგანმანათლებლო ბანაკები. აჭარის მაღალმთიან კურორტზე მოქმედი სასტუმრო ირე პალასი გოდერძი 100 ნომერს აერთიანებს, როგორც სასტუმროში აცხადებენ, დატვირთვა საშუალოდ 40-50%-ს შეადგენს, თუმცა ზაფხულის პიკურ პერიოდში 100%-მდეც იზრდება. შუამთობის პერიოდები და ესე თებერვარი მაშინ 100%-ით იტვირთება სასტუმრო. ისედაც ნახან ბავშვებზე გვაქვს ერთად ხაზი გასული, ეს დატვირთვა მოდის ბავშვთა ბანაკებიდან, თავისი მშობლებიდან და უფრო ოჯახები ამოდიან დასასვენებლად. ზაფხულის სეზონს გამკლავებას რაც შეეხება, კი მოგეხსენებათ აქ სამთარში რთული პირობებიც არის. აქედან გამომდინარე, ზაფხულის სეზონთან გამკლავება ძალიან მარტივია ჩვენთვის. უფრო ზამთარია ცოტა ვირტუალებთან დაკავშირებული. ზაფხულის სეზონზე უცხოელი ტურისტები ნაკლებად, უფრო ქართული ბაზრით არის დატვირთული სასტუმრო. 90-95% არის ქართველები. 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საქართველოს ნაყინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად გაეზარდა. იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტზე 68 ტონა ნაყინი გაიტანა, რამაც ქვეყანას 767.000 დოლარის შემოსავალი მოუტანა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 5-ჯერ მეტია. 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოსდან ექსპორტირებული იყო 16 ტონა ნაყინი, რომლის ღირებულებამ 156.000 დოლარი შეადგინა. საქართველოს წელს ნაყინი ორ ქვეყანაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გაყიდა. აზერბაიჯანში 516.000 დოლარის ღირებულების 47 ტონა ნაყინი, სომხეთში კი 251.000 დოლარის ღირებულების 20 ტონა ნაყინი. რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-ივნისში საქართველოს 4.600.000 დოლარის ღირებულების 849 ტონა ნაყინი შეიძინა. მაშინ, როდესაც გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში ქვეყანას 3.800.000 დოლარის 691 ტონა ნაყინი ქონა შეძენილი. ქვეყნისთვის მთავარი საიმპორტო ბაზარი წელს თურქეთია. საქართველოს ამ ბაზრიდან 6 თვეში შეძენილ 209 ტონა ნაყინში 1.5 მილიონი დოლარი გადაიხადა.